რამო არ ვიცი. ანუ იქედან არ გამიხსნა WhatsApp-იდან ლინკი, მე დავაკოპირე და გამოგიგზავნე შენ და მე დავაჭირე და ჩვეულებრივად გამიხსნა. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ კარგად, რა ვიცი. აი დღეს რაღაცა მთელი დღე ვემზადებოდი, ველოდებოდი და მეთქი თუ არ გამოვიდა ძალიან ცუდი იქნება თქო. ხო რა, ესე ჩემო არ მქონია, ვერ გავიგე ეს რა მოხდა. ხო, მე თუ გავიგე, ანუ მე არ პირველი ლოკდაუნი რო იყო, მაშინ ჩამოვტვირთე Zoom-ი და მას მერე მაქვს. უბრალოდ არასდროს არ დამირეკია სამსახურიდანაც რაღაცა ჩატი გვაქვს და მანდ ხან voice-ები და ხან ისინი წერილები. ხო, არა, მე აქტიურად სარგებლობდი რა და კულინარიობა. ხო, ის იყო ოსპიტი არა, მუხუდოს. საინტერესოა. უნდა ძალიან დიდი გუშინი დავიწყე, ანუ იდეაში 12 საათი უნდა ალბო და რა კარგი ძალიან ისე. ის დავასრულე და მე მგონა უცებ მომზადები და კოორდინაციაში ჩამევარდა და მე ერთი დღე ველოდი. აჰა. ეს მომაყოლმარი ასე ვთქვა. საინტერესოა ისა მუხუდოს სუპი არ გამისინჯავს. ო, მეც ხა პირველად გავაკეთე, კატლეტები მქონდა გასინჯული მუხუდოში და კარგი იყო. და ჰუმუსებს აკეთებდი და გიცხარ. კატლეტებს ჩვენც ვაკეთებდით სამტრედიაში ჩემ ბავშვობაში. იაფი ხორცი იყო, თოიო, ასე ვთქვათ და ხო, რაღაცა ბავშვობაში დაბრუნება კარგია. ო, მე ხა მოვედი შეხებასთან ასე ვთქვათ და ინტერესია. ერთგან გავსინჯეს. არ ხარ იმაში რაღაცა ჯგუფი არის დღეს რა ვჭამოთ, მან და ხარ? არა. აკეთებ ხოლმე რაღაცებს? აი, ხანდახან თუ არ ხასიათი რაღაცებს ვეძებ სიახლეებს და მე იმას ვაკეთებ. თუმცა აი, ჩაგარდებ მაგ ჯგუფში და მე ადმინი თუ დაგაეპრუვებს. რავი, რატო დავიწუნებს? ხო, რა ვიცი. რაღაცა ცვლიან სადრა შეიძლება რომ ჭამო გემრიელად და რა და შენ თვითონაც რეცეპტებს ითხოვ და გეუბნებიან და რაღაცა საყვარელი ჯგუფია მე მიყვარს და ვპოსტავ ხოლმე რაღაცა ჩემ დებილობებს. ნუ კულინარია ხა ისეთი თემა შენი შეგელა რაღაცები ანუ შეკნა მოიყონა და ასე შემდეგ. ძალიან უცებ სტანდარტული მას გაყვება. საინტერესოა რა. რაღაც ექსპერიმენტები ჩამოიტარებია და ან გამოდის ხან სწავლობ რა. ეგრეა. აი, როგორ გამეხარდა შენი ესეთი კომუნიკაცია შენთან? ო, მე ეხა ისეთი სიტუაცია რომ სხვანაირი კომუნიკაცია აღარც გამოდის რა და ერთის ხრო გამარტივა სახშია ხალხი და ესე ყველა შეუძლია მოიცავს უცებ და შემოვიდეს რაღაცა და Zoom-ში და ეგეც გახდა პრინციპში ის იდეა რომ თუ გამიჩნდა ნუ ეგ იყო რომ ხალხს ვერ ნახულობ რა და რომ გვაყდა ეს კონტაქტები ისა და ანუ მოიწყენ რა და მაგრამ მეთქი მოდი აი Zoom-ით გავაკეთებ ესე და მე კიდე რაღაც ახალი იდეა მომმეთქი აიც განსხვავებული წელი არის ყველასთვის ასე თუ ისე ავად თუ კარგად და რაღაც პერიოდი რო გავა მე გავიხსენებ ხოლმე როგორც რაღაცა 90-იანი და ასე შემდეგ ვიხსენებ რაღაცებს რა და აი საინტერესო იქნება მე შენ თავს რო შევხვდე ამ ძველი მას და მეთქი მოდი დავაარქივებ მე ამას შევინახავ დავაკონსერვებ და 5 წლის შემდეგ მე გავხსნით და ახლა და რა ხდებოდა როგორები ვიყავით და რა აზრები გქონდა და ასე შემდეგ რა და დავწერე ეგრევე და მეორე დღეს დავიწყე უკვე რა პირდაპირ ძალიან მაგარია. მეც მქონდა რაღაცა მსგავსი, მაგრამ მე სიმართლე რომ გითხრა დამეზარა, იმიტომ რომ ბოლო დროს ცოტა ზარმაცი გავხდი, რაღაცებს კეთება მეზარება ხოლმე. და თან მე ვიფიქრე, რომ აი რაღაცა ოღონდ მე ვფიქრობდი სადღაც 1 წლის მერე რა იქნება. 5 წელი არ მიფიქრია, იმიტომ რომ 1 წელიც ბევრი იყო ჩემთვის მაშინ და მე გავანებე საერთოდ. აი დავიწყოთ. მე მახსოვს შენ გეწერა პოსტში ეხა სად ვართ და მე სად ვიქნებით, ან რა მოლოდინები გვაქვს, ხო? ანუ რომ მოვიხილოთ 20-20 ასე ვთქვათ, როგორ მიდის შენი 20-20 და ასე შემდეგ. ამით ვიწყებთ ხოლმე ყველას. ხო, ну
პირველი წინადადება მე მგონი ყველას იდენტური ექნება, რომ 20-20 იყო გამოწვევებით სავსე წელი, მაგრამ მოდი გადავახვიოთ. იცი რა, სულ ამბობენ, რომ და ხშირად მხვდება აი რაღაცა პოსტებში, Facebook-ს რომ ჩავსკროლავ რაღაცა მეგობრებთანაც რომ ვთქვათ ტელეფონით მილაპარაკია და ან Facebook-ზე გვიჭორავია და რაღაცა სულ ამბობს ბევრი რომ უნდა დავივიწყოთ და უნდა ამოვშალოთ ეს წელი კალენდრიდან და რაღაცა მსგავსი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა მე დიდად არ ვეთანხმები ამ იდეას, იმიტომ რომ ყველაფერს რა თავი დავანებოთ, ელემენტარული პირადი ჰიგიენა გვასწავლა ამ წელმა რა. იმიტომ რომ აი მართლა საბოლოო ჯამში ახლა შეიძლება ვიღაცამ აი 5 წლის მერე როცა ვნახავთ ამ ვიდეოს თავარია ცოცხლები ვიყოთ მაგ დროისთვის კიდე რა მოხდება კაცმა არ იცის, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება რა თქმა უნდა და აი ის არის მეც კი აი 20 წამი რო ვაკვირდებოდი არ ვიბანდი ხელებს. მიუხედავად რომ მე ხშირად ვიბანდი ხელებს და რაღაცა, მაგრამ ესე არ ვითვლიდი, ხვდები და იმ მოძრაობებს რაც თუნდაც ახლა ვისწავლეთ ამ პერიოდში, მაგას არ ვაკეთებდი. ანუ ყველაფერს ესე ზედმიწევნით არ ვაკეთებდი. არ აუცილებლად ცოტა დიდი დროის შემდეგ უნახავ მეგობრებს, აუცილებლად ჩავეხუტებოდი და ესე დავეტაკებოდი და ვეძგერებოდი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ანუ ესეთი ქცევა სულაც არ არის აუცილებელი. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც თქვათ გიყვარს, პატივსცემ, იცნობ და მის მიმართ რაღაცებს გამოხატავ, ხო დადებით ისედაც შეიძლება ამ ყველაფრის გარეშე. თუმცა აი ახლობლების ჩახუტება სიმართლე რომ გითხრა მართლა მომანატრა ამ წელმა, იმიტომ რომ COVID-ი რომ მქონდა ჩვენ მე ანუნას და დედას მაგ პერიოდში ჯერ საერთოდ 2 კვირა არ მინახავს ბებია ჩემი, რომელთანაც დედა ცხოვრობს და არ გავუშვი შეგნებულად. დაჟე აი ტესტის პასუხები სანამ მოვიდოდა, მანამდეც არ გავუშვი, იმიტომ რომ ნუ მაინც იყო რისკის ქვეშ ასაკოვანია და ასე შემდეგ. აი მისი ჩახუტება მართლა მენატრება და რაღაცა სხვა ენერგიაა, როცა ბებიას ეხუტები და ასე შემდეგ. და არა მარტო ბებიას, აი რომ ვინც გიყვარს რა, ჩვენი თუნდაც ახლო მეგობრები, ნათლულები, რომლებიც არ გინახავს ამდენი ხანია და თავს იკავებ, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ჩვენც გამოვიარეთ COVID-ი და ჩემ ნათლულების ოჯახებმაც გამოიარეს. მაინც თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ რეალურად 2020 წელმა გვასწავლა ის, რომ არაფერს არ გვასწავლა იდეაში რა, ჰიგიენის გარდა, იმიტომ რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ჯერ ისევ კვლევის პროცესშია და არ ვიცით. კი ვამბობთ, რომ აი მეორადი ინფიცირების შემთხვევა ძალიან ცოტა ნაკლებია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ თვითონ ადამიანებმა არ ვიცით საკუთარი ორგანიზმი. და შესაბამისად ეს ინფექციაც ისეთია, რომ სუსტ წერტილებს ურტყავს და ჩვენ, ანუ ეს კულტურაც არა გვაქვს, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ელემენტარული დაზღვევის კულტურა არ გვაქვს და მინდა გითხრა, აი ერთ მაგალითს მოვყვან ძალიან მარტივს. დედა ჩემი და ბებია ჩემი, ნუ წინააღმდეგები იყვნენ, ვერაფრით ვერ ვაზღვევდი. და მარტში რომ ლოკდაუნი იყო, მაშინ მე თვითონ გადავწყვიტე, რომ დამეზღვია. ნუ დღემდე ბებია ჩემმა საერთოდ არც იცის რა არის დაზღვევა, მაგრამ დედა ჩემიც წინააღმდეგი იყო, რა თქმა უნდა, დაზღვევა, ჯანმრთელად ვარ, რაღაცა, თუ დამჭირდება წავალ მარტში
მივდივარ ექიმთან და ესე არ არის რა. რაღაცები უნდა ეხა დედაჩემი ცოტა სხვა ასაკობრივი კატეგორია და სხვა მენტალიტეტი აქვს მაინც და არ იცის, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, ჩვენმა თაობამ ხო იცის, ჩვენ ხო განვითარდით, ჩვენ ხო რაღაცები ვისწავლეთ, წავიკითხეთ და ასე შემდეგ. კიდევ ჩემი აზრით, წაღან რო ვთქვი, რომ არაფერიც არ გვასწავლა, რეალურად ეგრე არ არის, მიხუმრე უბრალოდ. კიდევ გვასწავლა ერთმანეთის გაფრთხილება, იცი? იმიტომ რომ აი თუნდაც ვიღაცებთან რატო არ მივდივართ? მარტო იმიტომ ხო არა, რომ მარტო საკუთარ თავს უფრთხილდები და საკუთარ ნაჭუჭში იკეტები და იმის იქით სამყარო არ არსებობს, ხო? სხვებსაც ვუფრთხილდებით ამითი და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ვთქვათ, ვის ჯგუფშია და ვისთვისაც საშიშია ყოველი არადისტანცირებული ურთიერთობები და ასე შემდეგ. კიდევ გვასწავლა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. დრო მოგცა ამის. დრო მოგცა, კი, დრო მოგცა. უფრო კარგად გვასწავლა და დაგვანახა სხვა ადამიანები. აი ახლობელი ადამიანებიც კი რადიკალურად სხვანაირად დავინახე, თუნდაც იგივე აი ჩემი გადმოსახედიდან ლევანი, დედაჩემი, აი საერთოდ სხვანაირად დავინახე. და პირადი ურთიერთობებისთვის იყო ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ ჩვენ ამდენ დროს ვქოთ ერთმანეთთან არ ვატარებდით, ხო? იმიტომ რომ ის დაკავებულია, შენ დაკავებული ხარ, სულ გადარბენაა და საღამოს როცა ხვდებით ერთმანეთს ოჯახში, შეიძლება აი რაღაცა იმიტომ რომ ერთად ცხოვრობთ, ერთად ხართ და ვთქვათ შვილი ყავთ, რა ეხლა რამდენიმე საათი, 3-4 საათი სანამ დავიძინებთ, მანამდე რატომაც არა გავუღიმოთ ერთმანეთს, ხო? მაგრამ წარმოიდგინე აი ეს გადაიყვანა ეხლა მარტიდან მოყოლებული 24 საათიან რეჟიმში. მაშინ როცა ვთქვათ თითოეულ ნიუანსს მიაქცევ ყურადღებას, თან ნერვების ომია ძირითადად რა, იმიტომ რომ მეც ეხლა რომ მქონდა უფრო ვიყავი, აი ნერვიული, ვიდრე ვთქვათ სიმპტომები მაწუხებდა რაღაცა, კი, ბეჭების ტკივილი ვთქვათ, ეხაც დამიტოვა 2 თვე და მეტი გავიდა უკვე, მაგრამ აი უფრო შინაგანად ვიყავი დაძაბული, რაღაცა არ მასვენებდა, რაღაცა აღრენილი ვიყავი, მინდოდა რომ მეჩხუბა, ოღონდ რაზე არ ვიცოდი, ანუ ხო ხვდები. აი ნერვების ომი იყოს სრულიად რა და არა მარტო ის 2 კვირა, რაც იზოლაციაში ვთქვათ ვიყავი მე, მთელი ეს პერიოდი არის ესეთი დაძაბული. ვიღაცის ნახვა რო გინდა, აი მაგალითად ანუნას რო ვასეირნებ ხოლმე, იწევს ბავშვებისკენ, ძალიან უყვარს. აი როგორ გინდა ეხლა რომ არ მიუშვა, როგორ გინდა რომ იმ ქალს ვისაც სხვა ბავშვი ყავს, იმას უთხრა რომ არ მიაკარო ჩემ შვილს და რაღაც ანუ ძალიან ისეთი პერიოდია, თუმცა ვისწავლეთ ეს რომ ამასაც ვაკეთებთ. ხვდები და ამდენად მგონია რომ საკმაოდ გავიზარდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი. ჯერ კიდევ, ვიღაცებმა კი ვისწავლეთ, მაგრამ ვიღაცებმა არ ვისწავლეთ, იმიტომ რომ ნიღბებს არ ვატარებთ ელემენტარულად სწორად. თავიდან სხვათა შორის, ეხლა რო დავაკვირდი მოვლენებს, აი მარტიდან დღემდე, არ ვიცი, შენ გაგიკეთებია თუ არა, ან ვინმეს ესეთი დასკვნა ან ანალიზი არ შემხვედრია. პირველი ლოკდაუნის დროს უფრო ბევრი პოსტი და კომენტარი მხვდებოდა, რომ არ არსებობს კორონა და არ მჯერა მე ამისი. მაგრამ ეხლა არ მხვდება რაღაცა ის რაოდენობა. შეიძლება
ხო, შეიძლება არ ვაქცევ უბრალოდ ყურადღებას, ანუ ვაქცინის არ იყოს რა, ეხა ალბათ დღემდე არიან ის კატეგორია, რომლებსაც არ სჯერათ ვაქცინის და ეშმაკის ბეჭედია ოიძახიან, მაგრამ და ისევე სჯერათ, რომ კორონასი არ სჯერათ. მაგრამ ის რაოდენობა არ შემხვედრია და აი ესე საუბრებშიც ეხა რაღაცას დაახლოებით ესე სექტემბერში იყო ეს მქონდა მე ესეთი შემთხვევა ვიღაცა ქალი შემოვიდა და პირბადე ეკეთა აი აქ ნიკაპზე და ძალიან ახლოს დამიდგა გავიწევი გამოიწევა და ბოლოს ვერ მოვიწმინე და ძალიან უხეშად ვუთხარი ამ ქალს რომ აი უხეშად ვუთხარი თქო რომ ვამბობ მაგიტო ვამბობ რომ ნერვების ომია თქო რა იმიტომ რომ ზოგადად არ მახასიათებს ესეთი რაღაცები ვუთხარი რომ ისა ქალბატონო დისტანციის დაცვის შესახებ არაფერი გაგიგიათ მეთქი და ეგ პირბადეც მეთქი ცხვირზეც უნდა აიწიოთ მეთქი და ბაგიჟდა ეს ქალი რა თქმა უნდა ხა არ ცელოდა ალბათ უცხო ადამიანისგან მსგავს რამეს და თან რაღაცა რა შეხედა და ისიც თესიამოვნო გოგოროა და გველურად რა გეტყვის რაღაც და რა უზრდელი ყოფილხარ რომ ესე მითხრა და მარტის მერე ნერვიულობდი ერთადერთ რამეზე ოღონდ მართლა ეხა ყველას ფიქრები და განსჯა და მსჯელობა ხო ყველას ინდივიდუალურია ხო იმ ერთი პირველი ფრაზისა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდი რომ აი რო დამემართოს კორონა ორი კვირით ანუნას რა დამაშორებს მეთქი რა ხო და მე ისე ინება განგებამ რომ არ დაგვაშორა და ერთად გამოვიარეთ ხო ერთად გამოვიარეთ ეგ ამბებინა რა ვიცი აი მე მგონი რა ვისწავლეთ ის ყველაფერი ვთქვი უბრალოდ ერთი არის რომ ხო მე პირადად კიდე ვისწავლე ემოციების მართვა იმიტომ რომ აი ხო მინდოდა სულ რომ ეჩხუბა და სულ ხო ცუთხასიათზე და რაღაცა დაძაბული ვიყავი და აი ოდნავ ერთი ვიღაცას რამე დაეკეთებინა და მზად ვიყავი ავფეთქებულიყავი მაგრამ არ ვაკეთებდი ამას იცი ხო მინდოდა რომ მეჩხუბა მაგრამ არ ჩხუბობდი ძალიან შვიდად გავიღიმებდი ან შეიძლება არც გამეღიმა და უბრალოდ გავდიოდი სხვა ოთახში ანუ პასუხსაც არ ვცემდი იგივე არც დედა ჩემს არც ლევანს ანუ ხვდები რაღაცა ემოციების მართვა ვისწავლე მაგრამ ზოგადად სხვა გარემოებებს თუ გადავხედავთ იგივე ვთქვათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ასე შემდეგ აი პირველ ტალღას რაც უნდა ჩვენთვის ესწავლებინა ის არ გვასწავლა ხო ნუ ეხა არ მინდა იქეთ სხვაგან გადასვლა მირჩენია პირად დამოკიდებულებებზე ვისაუბრო მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ აი კრიზისის მენეჯმენტი უფრო კარგად გვესწავლა რა ადამიანებს ზოგადად იმიტომ რომ ეს ვირუსი გვაქვს ეხლა მაგრამ აი თუნდაც 5 წლის მერე რა შეიძლება მოხდეს არავინ არ იცის და ეხლა ყველას მიეცა შანსი რაღაცის სწავლების და ეს პერიოდი ყველას უნდა გამოეყენებინა რა ხო ანუ დრო სწავლისთვის გაჩნდა საკმარისად ყველასთვის საერთოდ დროც და სიტუაციაც დრო და სიტუაცია ხო ეხა ამდენი ხანი თავისუფლად ყოფნის ფუფუნება არავის არ აქვს ხო და შენ
ყველას შეეძლო, რომ ეს დრო გამოეყენებინა. ნუ მე მაინც იმედი მაქვს, რომ აი მე როგორც ვისწავლე რაღაცეები, ისე ვთქვათ, ჩემს ირგვლივ ვიღაცეებმა რაღაცები ისწავლეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, როგორ უნდა სწორად იმოქმედონ, მაგრამ რა ვიცი, აი თქვა მხრივ რა გითხრა? ხო, ნუ საბოლოო ჯამში თავი გამოწვევები ეს იყო, რომ ყველაფერი იმას, რასაც მივჩეულები ვიყავით ამდენი ხანი, ჩვენ ცხოვრებაში, უცებ შეიცვალა ეს და ერთბაშად შეგვიყვეცა რაღაცეები, ანუ გაქრა საერთოდ და გადაწყობა მოგვიხდა და ადაპტაციის კუთხით იყო მნიშვნელოვანი წელი. რაღაცეების აღმოსაჩენად საკუთარ თავში, გასანკლავებლად, რაღაც გამოწვევებისადმი და სასწაულად რა, ისე დაიწყება. რომ აი თუ სიტუაციაში, კრიზისებში როგორ გამოიყენო შენთვის უკეთესად რა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც იქნება ეს კრიზისი რა და ისევ ჯობია რაღაცა კარგი გამოწვერო შენთვის რა. ასე ვთქვათ, ლიმონიდან ლიმონადი გამოწვერო რა, ისევ ეგრე ჯობია რა. ხო. რაღაცა ცუდისგან მაინც კარგი სამბაღება შეიძლება საბოლოო ჯამში. კი. ხოდა ზუსტად მაგიტო ვამბობ, რომ აი არ ვეთანხმებით თქო იმ აზრს, რომ ეს წელი უნდა ამოვშალოთ და გადავშალოთ. არა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რაღაცა ვისწავლეთ რა და იმ ადამიანებმა როგორ უნდა ამოშალონ ეს წელი, ვისაც თქვათ შვილი გაუჩნდა. აი მითხარი, ძალიან მარტივი მაგალითია. ჩემ მამეგობარმა მაგალითად ამ წელს გააჩინა 20-ში გააჩინა შვილი. აი იმან როგორ უნდა ამოშალოს. არის რაღაცეები, რასაც ვერ ამოშლი რა. მაგრამ ზოგადად ანუ იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ რაღაცა ამოშალო. იმაზე უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ იქედან რაღაცა ისწავლოს და რაღაცა გამოიტანოს, კი, რაღაცა ადაპტირდეს და ცვლილებებთან რაღაცა შეგუება შეძლოს. მაგრამ რთულია, დავით. რთულია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ თავისუფალი საზოგადოება. ზოგადად. რაც არ უნდა ვამტკიცოთ ეს და რაღაცა სამეგობროში და ასე შემდეგ, არა ვართ თავისუფლები. ჩვენ სხვებთან კი არა, მარტო როცა ვშებით ხოლმე, მარტო საკუთარ თავთან. ხო არის აი ეს გამოთქმა ცნობილი, რომ არსებობს გარდამავალი წამი, როცა ადამიანი საკუთარ თავთან რჩება მარტო და ის მართალიაო და ჩვენ ანუ საკუთარ თავთანაც კი არა ვართ ხოლმე მართლები და თავისუფლები, იმიტომ რომ აი მაშინაც კი ვცდილობთ, რომ რაღაცა შევინიღბოთ და რაღაცა ხო, ანუ მე მგონია, რომ ეს გენეტიკურიც არის, ანუ ქართველების გენეტიკაში ეს თემა. და პლუს ანუ რაღაცა ისტორია გვაქვს ისეთი, რომ ჯერ ვერ რაღაცები ვერ გადავლახეთ და ვერ გამოვედით და ვერ გავთავისუფლდით, ვერ ვაკეთებთ ამას. შეიძლება გვინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებთ და ხო, იმенно ხა ისტორიას შეეხედა, ნუ ისე მაგაზრს ვერ მიფიქრე ამეთ და ისე აღმოჩნდა, რომ 14 საუკუნიდან 27 საუკუნე როა ვიყოთ ამ 7 საუკუნეში დამოუკიდებლად საქართველოს იყო 3 წელი 90-იანებამდე რა, მე შეიძლება სულ 3 წელი იყო რა. ეს 18-დან 21 7 საუკუნეში და ნუ თავისთავად რა ეხლა. ხო და წარმოიდგინე რა, ანუ ფსიქოლოგიურად გვაქვს რაღაცა, ხო. და ეს ხო რაღაცა მე არ ვიცი შენ ეს კარმული და რაღაცებთან როგორ ხარ, მაგრამ სრულად არა, მაგრამ რაღაცების მჯერა სიმართლე რო გითხრა რა. ეს რაღაცა მემკვიდრეობით გადასვლის რაღაცა თემები ცოტა მჯერა და ვემხრობი, იმიტომ რომ გადადის ეხლა, ანუ long run-ში გადადის რა, ეხლა 1 წელში და 10 წელში შეიძლება არა, მაგრამ 7 საუკუნე ძალიან ბევრია. თაობები ბადება ერთი მასში რა. უშჩი რა და
ვერ ვითარდება ვერც იმიშვილი და ეს რაღაც ეს ნეირონული კავშირები არ გივითარდება რა. ეს ნეირონული კავშირები არ ხდება. და ეგ არის რა. და აი ეს ფსიქოლოგია გრჩება რა, რაღაცა მონის, რომ ვიღაცას უნდა ემსახურო, ეს გრჩება რა. და მაგიტომაც არის, რომ უფრო და უფრო ვთქვათ წინ ვერ წავედით და რაღაცა თითქოს ერთი და იგივეს ვტკეპნით და რაღაცა, მაგრამ ნელ-ნელა იმედი მაქვს, რომ აი 5 წელიწადში არ ამგონია, მაგრამ ცოტა უფრო მერე აი ჩვენი შვილიშვილების, შვილთაშვილების თაობა, მე მგონია, რომ უფრო ამოძვრება, იმიტომ რომ ეხლანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, საერთოდ სხვანაირად აზროვნებენ. კი. აი იმათში რაღაცა თითქოს უფრო ვხედავ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რასაც უნდა იმას აკეთებენ, არავის არ უჯერებენ. თავისი ესეთი straight ხედვა აქვთ და მიყვებიან აი ამ რაღაცა ხედვას რა და ძალიან კარგია. ეგ კარგია, ცოტა ოპტიმიზმით აღმავსებს, ასე ვთქვათ. ხო, ანუ აი ის არის დასაწყისი, ასე ვთქვათ, და მე მოგაგზავნებთ იმედია მე შემდგომში კარგია. კი, ნუ ეხა ისიც არის, რომ ხელიც უნდა შეეწყოს გარემო პირობებით და რაღაცა და სოციუმით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მეტნაკლებად უფრო გამოძვრებიან რა, აი რაც მაგალითად მე ვერ გავაკეთე. ვიღაცებმა ვერ გააკეთეს და ასე შემდეგ. ხო, ნუ მანდ კიდე ბევრი ფაქტორია და ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეგეც არის. როცა თავია, როცა იქნება იმ მომენტში გამოვიყენოთ საჩვენო კარგად რა, როცა იქნება ჩვენს დამოკიდებული. ხო, აი ბანანმა დაუწიოთ და ხო, ანუ საჭირო დროს რომ მოხდეს საჭირო ადგილას იდეალურია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ იმ პერიოდში, როცა ვთქვათ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხდის, შენ ვერ ამჩნევ ამას. რაღაცა დრო რო აი ჩაივლის ეს ყველაფერი და მე შეიძლება მიხვდე, რომ აი რაღაცა გაუშვი. ხო, ეგრე ხდება. თუმცა ახლიდან რაღაცების დაწყების მომხრე ვარ ყოველთვის. ანუ ის რა ვთქვათ, ბევრჯერ რაღაცა შეგეშალა და არ გამოგივიდა და წაიქეცი, იმას არ ნიშნავს, რომ თავიდან არ სცადო. და ყოველთვის შეგიძლია ნებისმიერს. ერთხელ მაინც გამოვა რა. აი, თომას ედისონი ნატურა. მაგის ათელი მაგალითია, ხო? კი. რამდენჯერ არ გამოვიდა და ხოლოს გამოვიდა. ეგრეა. ნებისმიერს შეგიძლია. თავარია ეს არ ჩაკეტო, რატომ პარაშუტით არ თუ არ გახსენი არ მუშაობს. უნდა გახსნას. ხო, ეგ მნიშვნელოვანია რა. თუ არ გახსენთ ყველა არ მუშაობს. სწავლას კიდე ისეთი რაღაცა რომ ძახის სწავლას სიბერონდე არა სწავლას იგულამდე სანამ ცოცხალს შეგვიძლია სწავლა. ნუ ხა თუ რაღაცა არ დაემართა ადამიანს სულ შეგვიძლია სწავლა. სულ და ეგეც არის კიდევაც ჩვენი მოვალეობა რომ ვისწავლოთ, მოვაგროვოთ რაღაც ცოდნა, განვაახლოთ და მე შემდეგ თავს გადავცეთ რა. მეტი რა დაგჭირდა. მე შეიძლება არც არაფერი. ხო. სხვა ცოცხალ სამყაროში ვაყურებ ხოლმე ეგრე არა, ჩიტია თქვა, გააჩინა შვილი და ის ასწავლის თელი უნარებს, რაც მას ხონდა სიცოცხლეში მოგურებული და მე ის გადასცემდა და ესე არის რა, უბრალოდ ჩვენ უფრო განვითარებული მასტები ვართ და მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლია. შემოქმედებით ეკუთხით, რომ ის წინ წასულები ვართ, რა, საბოლოო ჯამში ეგ არის ცოდნის გადაცემა, ცოდნის ადაპტაციის უნარი და დინოზავრები გადაშენდნენ, იმიტომ რომ არ ქონდათ ეს უნარი და პატარებს აქვს უნარი და გადარჩენ და ესე არის. დიდებს უფრო უჭირთ ხოლმე და ნუ ეგ არის რა ეს წელი ანუ მაგხრივ კარგია ადაპტაციული უნარების გასაუმჯობესებლად მართლა თავიდან ბოლომდე გამოწვევა არის რა ესეთი წელი არ ქონია ჯერ არასდროს ფაქტია და 100 წლის წინ იყო ალბათ რა მაშინ ესპანური ერისმება და ახლა ვაკიდე რა და ის არის ბევრი რაღაცის უიცალეთ აი ეს ქაოსში ასე ვიყავით ძალიან ისეთი
გრაფიკი გადარბენები, გადმორბენები ეს შეწყდა, ეს ქაოსი დამშვიდით, ცოტა, გავჩერდით ერთად დასასრულებლად გავხდრო, გასაანალიზებლად გავხდრო და გადასახარშად და ასე შემდეგ და რავი, რატო უნდა ამოჭრა? მე გარეთ სამწუხაროდ წელია. პირიქით სასწავლებლად ძალიან კაი წელია და მაინც პოზიტივის ვიღებ რა განვითარების შესაძლებლობების დანახვების წელი. მე ესე შევაფასებდი, აი ერთი წინადადებით ესე შევაფასებდი რაღაცნაირად. ხო, თან გამოსწორე დისტანციურად ბევრი რაღაცის კეთება თურმე შეიძლებოდა. თუ არ საბოლოოდ მაინც მოუწია მე დისტანციური მოსა გადასვლა და ესეც კარგია რა. რომ მორჩება ეს ყველაფერი რაღაც დონეზე მაინც დარჩება რა. ხო, კაი ხანი დარჩება, ანუ და აი გადაუდებელი აუცილებლობის გარდა მე მგონი აღარ დაბრუნდება ის რაღაცა ასკაციანი მიტინგები და რაღაცები რომ კეთდებოდა ხოლმე მიტინგში, შეხვედრები თუმცა აი სიმართლე რომ გითხრა აი მაინც ეხა მაგალითად ინდოეთში რომ ვიყავი იქ მაქვს leadership-ის კურსი მაქვს ინდოეთში გავლილი და იქ რომ ვიყავი ერთი პროფესორი იყო პუნამი ქალი იყო დოქტორ პუნამა ესე მიმართავდით ხოლმე და რა ქონდა იცი ნუ მაგათ ხო საერთოდ სხვა ფილოსოფია აქვს და საერთოდ სხვაგან არიან გიჟდები ინდოეთზე ყველას დილით ვინც ვიყავით კურსზე დავით ყველას ჩამოგვივლიდა და ბეჭდზე გვადებდა ხელს და აი ოდნავ გვიჭერდა რა და თითქოს რა იყო იცი აი რაღაცა ვგრძნობდი რომ რაღაცა წერტილს ეძებდა და მე კომუნიკაციის ხელოვნებას გვიკითხავდა ეს ქალი და აი ამას დავაკვირდი რა და ჩემთვის ფიქრობდი ამაზე რომ რატო აკეთებს მეთქი ეს ქალი ამას ყოველ დილით წარმოიდგინე ლექციას შემოსვლას ნუ ერთ-ერთ ლექციაზე ესე ჩვეულებრივად სხედვართ მე და ორი გოგო ვიყავით საქართველოდან წასულები ინტერნაციონალური კურსი იყო და სხედვართ და სულ ვაგვიანებდით სულ იმიტომ რომ ეთუნა ვერ იღვიძებდა ნუ მე ძალიან პატიოსანი და მოწესრიგებული მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი ზოგადად აი დაგვიანებას ვერ ვიტან ვერასდროს ეხაც ვცდილობ რომ არსად არ დავაგვიანო პირიქით ადრე მივდივარ ხოლმე 5-10 წუთი სადმე და იქ გარეთ ვდგავარ მე ველოდები ხოლმე იმიტომ რომ მირჩენია რომ დაგვიანებას ადრე მივიღება აი ამას ვერ ვაღვიძებდი და ამის გაღვიძების დროს ანუ ცხადია რომ მეც ვაგვიანებდი და ეხა ის არა მაქვს ეხა ძალიან ხუთოსანიც ხუთოსანი გოგოც არა ვარ რომ აი ვიღაცა პარტნიორი ვთქვათ მივატოვო და მე წავიდე და ვიმეცადინო ეგეთი ტიპიც არა ვარ რა ხო და სულ ვაგვიანებდით მოკლედ ლექციებზე და სულ გვამღერებდა ხოლმე ეს ქალი მე სამ Facebook-ზე მირეკავენ და ბოდიში ხო და ერთ დღესაც ანუ ამ შეხებაზე გელაპარაკები რა და დისტანციურზე ხა უბრალოდ გამახსენდა შენ რა თქვი ერთ დღესაც ნუ კომუნიკაციის ხელოვნებას გვიკითხავს და ერთ ლექციაზე ამბობს რომ ძალიან დიდიო ძალა და მნიშვნელობა აქვსო შენი ხელიდან გაცემულ ენერგიასო და ნუ მაშინ ძალიან ჩამელექა ეს და ნუ მე ეს ბუდიზმით დავინტერესდი და რაღაცებს წავიკითხე რა და ეს მოკლედ აი სხვა ფილოსოფია რა და მართლა გადის ენერგიები და სულ კარგ ხასიათზე ვიყავი
როცა ეს ხალი ბეჭზე აი აქ რაღაცა ხელს დამადებდა და ოდნავ მომიჯერდა და მე აუცილებლად გვასწავლა რომ როცა ანუ შეხვდები ადამიანს და განსაკუთრებით როცა პირველად შეხვდებიო ოდნავ აუცილებლად ხელიო მოუჭირეო და ეცადეო რომ თუ ანუ გენეტიკურად ცივი ხელები თუ აქვს მე მაგალითად ეცადეო რომ გაითბო ეს ხელებიო რა და ისე ჩამოართვაო და ну აი ძალიან ну იქ კიდე იყო რაღაცა სხვა დიალოგები მე რაღაცა მაგრამ აი სულ მეფიქრება იცი აი ეს კომუნიკაცია როცა ადამიანს უშუალოდ ეხები ხო მაინც სხვა არის რა იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა ახლობელს რო გულში ჩაიკრავ და მაგრად ჩაეხუტები და რაღაც ანუ მართლა სხვა სხივები მოდის იქიდან და შენც უშვებ და სხვა პოზიტივზე დგები რა ხო და ну მაინც არის რა ეს ადამიანური რაღაც კი, ну social contact-ი ხა მაინც მაგას ვერაფერი ჩამოწლებს რა. ხო, ანუ არის რა რაღაცა გინდება შენც რომ რაღაცა ეს შეეხო ხელით და აგრძნობინო და გაუშვა შენგან ეს ენერგიები და შენც მიიღო და რაღაცა ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს დაგვაკლო. ხო. ეს დაგვაკლო. 2020. ხო, ეს მართლა დიდი გაზრდა გვაქვს რა. ყველაზე მეტად რა გენატრება? იცი რა, არა ვარ მაგ თემაზე დიდად ჩამოყალიბებული რა. მენატრება ღონისძიების მოწყობა. აი ხო ღონისძიებას როცა ვაწყობდი ხოლმე ზოგადად ან ძველ აქტიური სამსახურები როცა მქონდა უფრო ეხა ძირითადად სოციალურ მედიას ვაკეთებ და რაღაცა დიდ მარკეტინგს არ ვაკეთებ ასე ვთქვათ რაც ან უნდა გავაჩინე და მაგრამ ანუ ადრე ხო იზომებოდა ეს ღონისძიებებს თუ აწყობდი რაც უფრო მეტი ხალხი მოვიდო და უფრო მაგარი იყავი და რაღაცა ესე იგი ბევრი დააინტერესა და ბევრი ჩაითრიე და რაღაცა და აი ეგ მენატრება რა აი ეგ მუღამი რომ ღონისძიება ჩაგეტარებინა და ბევრი ხალხი მოსულიყო და ეხა ბევრი კი არა რა ვიცი საერთოდ ვერ აკეთებ აი ეგეც არის ეგეც გვასწავლა ამ წელმა. ხო, აი ეგ მართლა მენატრება. ოღონდ ეგ ამ წელმა მომანატრა თუ ზოგადად დიდი მარკეტინგის გაკეთება, დიდ კომპანიაში მუშაობა მომენატრა, ეგ არ ვიცი. ეხლა ეგ კითხვა რომ დამისვი, მაგიტო დავფიქრდი. მერე მოგწერ პასუხს. არ ვიცი. ინტუიჩი რატო აღმოჩნდი, როგორ აღმოჩნდი ისტორია? მე ხომ კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობდი და მუშაობდი. ნუ კავკასიის უნივერსიტეტის PR-ი ვიყავი და თან მან დროს სწავლობდი მაგისტრატურაზე. მანდ ხა სულ მოდიოდა გაცვლითი პროგრამები, ან ძალიან ბევრი გქონდა და დღემდე იზრდება და იზრდება ეს გაცვლითი პროგრამები რა და ну საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან ისევე როგორც ყველა დეპარტამენტთან PR-ი ვიყავი და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა რა და მაგისტრანტებისთვის მოვიდა ინდოეთში გაცვლითი პროგრამა. უნდა რაღაცები დაგეწერა, შეგეცვა აპლიკაცია და ისინი გაფინანსებდნენ და ну მე ძალიან ვითრია ფეხი, იმიტომ რომ რაღაცა ეგეთი რაღაცების გაკეთების ზოგადად ანუ ნახე როგორი თემა იყო იცი აი ბინა რო ვიყიდე ну პატარა მართალია ჩემი ნაყიდი ბინა თბილისში ახლა წარმოგიდგენთ ეს სამტრედიელი გოგო ჩამობაკუნდა სამტრედიიდან რაღაცა ძროხები ღორები ქათმები კვატები რაღაცა ისინი და
ჩამოვიდა სამტრედიიდან რაღაცა, ოღონდ დაიმართლა არავის არ წაუწევი ვარ წინ რა, ჩემით რაღაცები ვაკეთე. თუმცა ბევრი შეცდომები მაქვს დაშვებული და ამას ეხა ვაანალიზებ რა, ანუ ძველ შეცდომებს. რა თქმა უნდა არ მივტირი, იმიტომ რომ რაღაცები რაღაც შეცდომები რო არ დამეშვა, ანუ აქამდე არ მოვიდოდი, ასეთი არ ვიქნებოდი, ესეთი დასკვნა მაქვს საბოლოო ჯამში. ხო და დედაჩემს რო დავურეკე და ვუთხარი რომ სესხის გამოტანა მინდა და ბინის ყიდვა თქო, შენო გაგიჟდიო რა ბინის ყიდვაო, შენო თბილისში ბინის ყიდვას ეხუმრები, ერთ-ერთიანი ბინა ვიყიდე და იგი პატარა 26 კვადრატულია და დღემდე ვფარებ იმის სესხს. მაგრამ ნუ რაღაცა შენი რო გააკეთე, შენ რო შექმენი, ძალიან ის არის რა. ნუ კაი, დედაჩემს არ ჯეროდა და ერთ დღესაც დაურეკე და ვუთხარი რომ ვიყიდე მეთქი ბინა. ნუ გაგიჟდა მატყუებ და ეს სკაიპში ველაპარაკებოდი და რაღაცა და ეს საბუთები ესე სკაიპით დავანახე, იმანიქედან ვერ წაიკითხა და ოღ ეს რა არისო, რაღაც. მოკლედ არ ჯეროდა. მერე ანუ სანამ ბინას ვიყიდიდი, მანამდე მაგისტრატურაში ჩავაბარე და რო ვუთხარი რომ მაგისტრატურაში ჩავაბარე და სწავლის გაგრძელება მინდა და რაღაც მინდა, უფრო მეტი მინდა, იმიტომ რომ ეს არ მაკმაყოფილებს, ხო? რაღაცა უფრო მეტი მინდა. რა მაგისტრატურაო შენო, რა დროს მაგისტრატურა არისო კაცო, აგე რომ მუშაობო ეხავ და კაი სამსახური გაქვს და ხელი არ მოაკლო, ხვდები? ანუ სხვაგან არის ტიპი რა. ამითი არ აბსოლუტურად ისი არ გაიგო რომ ვიღაცის რამეს ვაკნინებ ან რაღაცა აბსოლუტურად გულობრივად ხო, ანუ ყველა თავის იქიდან უჭირავს რა. ხო და ნუ კაიდე და ნუ ესე სრულდებოდა ყოველი ჩემი საუბარი. მოკლედ ოღონდ როგორ იყო იცი დავით, ეხა ამას რატო გიყვები იცი, ანუ ყოველი ახალი შესაძლებლობები რაც გამოჩნდებოდა, ეხა ამას მე ვერ გავაკეთებ, ეს მქონდა თავში. ის კი არ მქონდა რომ შვილო შენ ამას შეძლებ და შვილო შენ ამას გააკეთებ და ეს ძალიან მარტივია და შენ გამოგივა და აბა მიდი ყოჩაღ და რაღაცა. ეს არ მქონდა პირიქით. ვერ. და ნუ მე მაინც გავრისკე. ოღონდ არ ვიცი, ეს ალბათ თანდაყოლილი ბუნებაა ესეთი, რომ რაღაცებს მაინც ვუყურებდი დადებითად, რომ მე კაცო შევავსებ აპლიკაციას, დავწერ ეს თუ გამოვა, თუ არა და რა, მახრჩობს ვინმე მკლავს თუ რა. ხო და მოკლედ დავწერე ეს რაღაცა ესე, გავაგზავნე, მე მოვიდა პასუხი და მე ინდოეთის ელჩთან მქონდა გასაუბრება. და იმ წელს საქართველოდან ორი გოგო წაიყვანეს, ერთი მე და ერთი ეცუნა იმ პირველი. ჟურნალისტია, TV პირველზე მუშაობს. გეცოდინება წამყვანია პირველების. ესე ერთად მოვხვდით ინდოეთში და ძალიან ძალიან უნანობრო უფრო მეტი დრო გქონდა, ანუ ვიზა გქონდა უფრო დიდი ხნით რა და ძალიან უნანობრო არ გავიპარე გოაზე. ძალიან მინდოდა. უბრალოდ ძალიან შორს იყო. ჩვენ ვსწავლობდით ნოიდა არის ეგეთი ქალაქი და მან ვსწავლობ დელისთან არის ახლოს. და დელი და გოა ხო ხვდები ვაფშე სხვადასხვა იგივეაო, რაც თბილისში ჩახვიდეო აქედან даже კიდე უფრო მეტი და ოღონდ ნანობ, იმიტომ რომ აწი არ ვიცი როდის მე ვიმედოვნებ რომ წავალ, მაგრამ როდის არ ვიცი. კი, იმედია. ხო და აი რამდენი რამე მოგიყევი ახლა ეს პატარა კითხვაზე. მაგრამ აი ნახე, აი ურთიერთობებსაც მონატრებული ხარ ადამიანი და რაღაცა სხვანაირად იხსნები, ახლა სხვა შემთხვევაში შეიძლება ამდენი არ მელაპარაკო საერთოდ. კი, ზუსტად მეც ეგ რო ვიგრძენი, იმიტომ დავიწყე ის რომ თან და მე გამოჩნდა რომ ხალხი მზად იყო რა თურმე რა და
ეს მოსწონთ რომ აი ზუსტად ეს რაც თქვი, ეგრე იხსნებიან და ბევრს საუბრობენ რა და რომ მუღამში შედიან მე და კარგია რა ყველას მოეწონა საბუთო ჯამში რა ხო? და 15 ადამიანი იყო და ანუ მოეწონა რა ხალხს კარგია რა. ხო, არა, მეც ძალიან მომწონს, მაშინ ვარ რომ დაწერე, ეგრევე რეაგირება გავაკეთე. კარგია რომ ნახე სტატუსი. ხო. კარგია. რავი, ახლა მოლოდინები ხო არა, ვთქვათ 5 წელიწადში რა იქნება და? ხო, ეგეც საინტერესო კი ბოლოში მაგას ვეკითხები ხო. საინტერესო. თუ როგორ გაქვს შენ აწყობილი ზოგადად? ის არის, ანუ რაღაცა 2-3 კითხვა არის, რასაც ყველას ვეკითხებით, დანარჩენს საუბრიდან გამომდინარე, მე პროცესში იმუშავები რა, ასე ვთქვათ, რომ დავიწყოთ მე. გამოჩნდება ხოლმე რა, როგორ და რანაირად იყო ისეთები, რომ საერთოდ სხვაგან წავედით, სხვაგან ვიყავით, ჩავერთეთ, არც მოველოდი, არც ის მოველოდა, ალბათ რომ ესე წავიდა და საუბარი და რაღაც ახალი იდეების გაცვლაც გამოსვლები წავიდა, სხვაგან ვიყავით რა, 2020-ში კი არ ვიყავით, სხვაგან წავედით ძალიან და საომოლოდ რაღაცეები დაგვიგმეთ და ისენი და ახალი იდეები და ანუ ისე ყო რა. ანუ ყველა ადამიანი ანუ ძალიან ისე არა, ინდივიდუალურია და თავისი აზრები და ასე შემდეგ და ხედვები და აი ამ იმაში ჩაკეტილობაში თან რომ საუბარი მოენატრა და შემდეგ რაღაცები და გადახარშეს გაიანა ანალიზის და ასე შემდეგ აი გაიხსნა რა ყველა თავისებურად გაიხსნა საუბრებში რა და საინტერესო გამოვიდა უფრო ესე და ამიტომაც ეს რაღაცა კითხვა და ის არ შემდგენია 2-3 რაღაც არასაც ვაცერეთ დანარჩენი თავისუფლებას აძლევდა რაც უფრო იხსნებიან თავში აი რა მოახშიგნი და მით უფრო საინტერესო არის ეს საუბარი რა პრაქტიკა მოსიაჩუნა და აი შენ რაღაც ინოვაცია ამოუყარა აბა გამოუშვი კითხვები ხო ინდოეთი ნუ პრინციპში მორჩით ხო საიდან როგორ ანაა ხო ნუ ინდოეთს ვერ მორჩები ესე მარტივად მაგრამ შენ კონკრეტულ შემთხვევას ხო ხო ეს კორონას ამბები ანუ საბოლოო ჯამში შვიდად გადაიტანა ხო? კი, დედაჩემთან იყო ცოტა გართულების ეპიზოდი. წნევები დაიწყო და დედიმერი მოემატა და ნემსებს ვუკეთებდი და მორჩა მეტი არაფერი ანუ მარტივად. მადლობა ღმერთს ანუ სხვებისგან ცოტა უფრო რთულად მესმის რაღაცეები და ხო, განწყობაზეც არის რაღაცები. როგორ შეხვდები რთულობას და ხო, კი. ერთ რაღაცას ერთ მოვლენაზე ორ ადამიანს შეიძლება სხვადასხვა რეაქცია ჰქონდეს. კი, განწყობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მე თითქოს თავს ვიმშვიდებდი ყოველ დილით რო თენდებოდა, მაგრამ რო ჩავდიოდი, აი დედაჩემი, ვაიმე, მე რამდენი დღეა დღეს, რაღაცა ესე. მე რამდენი დღეა და ცოტა ეს ის იყო რა, მაგრამ აი ხო გითხარი აი რაღაცა ემოციების მართვის ამბავში, ვატარებდი ძალიან ჩვეულებრივად რა. სხვა დროს უფრო ვთხოვობთ ხოლმე. მაგრამ იმ პერიოდში არა. მენეჯმენტში გავარჯიშდი. ხო, ეგრე გამოვიდა. მოიცალია მისთვის. ხო, საქმიანობის კუთხით, ანუ შეგიშლება ალბათ რაღაცეებში, არა თუ როგორ. ხო, იცი რა არის, აი საქმიანობის კუთხით აი მაგალითად თათბირები რო იყო ხოლმე, ის რაღაცა დებილობა თათბირების საერთოდ არავისთვის რო არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ დროს ხარჯავ. ხო. და ის რაღაცა თათბირის დაწყებამდე რაღაცა ყავა, სიგარეტი, თათბირის დაწყების მერე და წარმოიდგინე რამდენ დროს ხარჯავ ადამიანი. მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში, მაშინ როცა აი ძალიან ორი სიტყვით, აი პირი გავარიწ რა, როგორ თქვა, ეხა კი, ძირითადი რაღაცები თქვათ უნდა დაგეგმო,
მაგრამ აი უცებ ადამიანს უთხრა რომ ეხა ვაკეთებ ამას და მორჩა არ ჭირდება იმას ბევრი განხილვა რა თან როცა იცი რას აკეთებ ხო ну ეხა როცა არ იცი სწავლობ მაგრამ როცა არ იცი და თუ რამე არ იცი იმას შესაბამისად არც გავალებენ ეხა ხო მაგრამ აი ეს არის რომ აი ეს მომაბეზრებელი და დაუსრულებელი თათბირები არ არის. უბრალოდ ეტყვი, დაურეკავ, ეტყვი, გეტყვის, დაგირეკავს, რაღაცას გთხოვს, დაგავალებს, შენ აკეთებ. მაგრამ აი ახლა დავაკვირდი იმას, რომ რა კარგია, რომ აი ეს სოციალური მედიაც, ახლა ძალიან მაგრად არ ვიცი, ანუ ტიპები საერთოდ გაღმა არიან, იმდენად კარგად იციან, მაგრამ მე კარგია, რომ მაქვს ამის გამოცდილება, იმიტომ რომ ცოტა ცხოვრება გამიმარტივა, იმ კუთხით, რომ თუნდაც რამდენიმე პეიჯი შეგიძლია აიღო და მართო. და საკმაოდ ნორმალურად, ახლა შეიძლება რაღაცა სააგენტო, ანუ კრეატიული სააგენტო რო დადებს იდეებს, ეგ შეიძლება ვერ დადო ერთმა ადამიანმა და მასზე მაკდონელდზე ვერ მართო პეიჯი, მაგრამ ესე რა, ნორმალურად რა. შესაბამისი ანაზღაურებითაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა სააგენტოებში იმდენ ფულს იხდიან და რაღაცა მასზე არ უხდიან ერთ ადამიანს. ხო, ნუ იქ მეტია და თავისთავად. ხო, აი კომუნიკაციები და თუნდაც იგივე სამსახურეობრივი თემების გადაწყვეტები მოაგვარა. უფრო მარტივად. და რაც მთავარია, ნაკლები დროის ხარჯვის ხარჯზე. და გავრიცხმე, მგონი. ხო, აი დროი გამოათავისუფლა რა ზედმეტად დახარჯული დრო ამოჭრა რა და ახალი პრობლემა. ეფექტიანად ვიყენებთ უფრო რა ამ დროს და ეგ კარგია, ეგ კარგია. გაიმზადე, მე სადღაც წადი X-ში დრო და ასე შემდეგ მე იქ მიხვალ რაღაცა ცოტა ისაუბრებ ჯერ სანამ იქ შეხვალ ისა და რამდენი დრო იხარჯება თურმე. ზუსტად. ეხლა გამოჩნდა ამდენ რაღაცა შეთურმე თქვილად ხარჯავდა დროზე ძვირფას რესურსი კიდე არ აქვს სხვა. ეხლა რესურსი და აი შეუშვებდით ამდენ დროს და აი ისე რა კარგია რომ პანდემიამ გასწავლა რომ უფრო გონივრულად შეგვიძლია ეს დრო გამოვაჭროთ რა. დისტანციურად ვაკეთოთ რაღაცები. მოვიდოთ ეს დრო რა. კი. და ამას მეტი გაიაზრებენ და ეს სტატუსები იქნება თუ რაც ქნება შეგასწრე რაღაცები ისე დისტანციურად გაკეთდება რომ თვითონაც კომფორტში იყვნენ და ხალხიც კომფორტში ამყოფილდა და შევაშო. ზედმეტი რაღაცა თავისთავად უფრო ეფექტურები რო იყვნენ ადამიანები, აი ეს ჯობია რა. თუ ეგ გვინდა უკეთესი შედეგები, მაშინ ალბათ უფრო ეფექტურებდა. უფრო ეფექტურები უნდა იყოს მაშინ რაღაც ისულელებზე რო აღარ უნდა დავხარჯოთ. ერთმანეთზე. კი, ეგრე არის. ეხლა რაც შეეხება ხედვას, ნუ საინტერესოა, თორე ყველასთან განსხვავებულია ხოლმე და რაღაცა თავისა ზოგი რაღაც შეტყობინა, რასაც თორე ხოლმე თავის თავს ეს როლის დამიხედვით არის რა. ესეც უნდა გააკეთებს რა. აი დღეს ეხლა როგორც არ ვიტენია 5 წელი დიდი დრო არის, რაღაცა მოხდება ისე შეიძლება 5 წელი უფრო გადაახდოს შენი თავის ადიყავი და დღეს სადახარ ხო რამდენი რაღაც შეიცვალა ასე და 5 წელშიც ასევე შესაბამისად რაღაცა შეიძლება ყველაფერს ვერ გახდით თავის თავად ახლა რა მაინც როგორც წარმოგიდგენია აი დღევანდელი ხედვა შენ საინტერესო იქნება და 5 წლის შემდეგ მე მოისმენ რას ვიფიქრობდი როგორ ვიფიქრობდი რა ხეთო ხონდა და ცოტა სახალისაც იქნება და საინტერესოა რა რაღაცები შეგვიძლია ამოვჭრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რო არ გამოვიდეს. იცი რა, მოდი მარტო ჩემ თავზე არ ვიტყვი. ზოგადად ვიტყვი რა მოლოდინები შეიძლება რომ მქონდეს დღევანდელი გადმოსახედიდან. ჩემი აზრით
ну ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი რომ ესე გლობალურად ვისურვებდი რომ უფრო მშვიდ მობილიზებულ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და აი ზუსტად ვიცი რომ აი იგივე დროის ურთიერთობის მეგობრობის ფასი ძალიან კარგად გვეცოდინება რა ამ 2020 წლიდან გამომდინარე 5 წლის მერე იმიტომ რომ მთელი წელი გქონდა წარმოიდგინე რომ რაღაცები გადაგვეფასებინა ცოტა სხვანაირად დაგვენახა და ასე შემდეგ და შესაბამისად ანუ ყოველი შემდეგი წელი ჩვენ ვერ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ამ წელს ვერ გავუშვებთ ვერსად პირიქით ყოველ შემდეგ წელს ჩვენ შესაძლოა უფრო მძაფრადაც გაგვახსენდეს ხოლმე ეს გამოწვევები რომლებზეც შეიძლება ჯერ კიდევ რაღაც პასუხები არ გქონდეს, მაგრამ შემდგომ წლებში გაგვიჩნდეს ეს პასუხები და საერთოდ სხვანაირად შევხედავთ ჩვენ უკვე სამყაროს სხვა გადმოსახედიდან. გვეცოდინება ძალიან კარგად დროის ფასი, გვეცოდინება ძალიან კარგად სხვა ადამიანების გაფრთხილება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, გვეცოდინება ურთიერთობების დაფასება და გვეცოდინება საკუთარი თავისადმი უფრო მეტი პატივისცემა. საკუთარი თავისადმი მეტი თავისუფლების მიცემა გვეცოდინება უფრო მეტად. მე ვერ ვიტყვი რომ სრულად გავთავისუფლდებით თქვათ იმ მარწუხებისგან, რაზეც წინ ვისაუბრეთ მე და შენ ხო? მაგრამ აი 5 წლის მერე უკეთ გვეცოდინება ეს ყველაფერი და თუნდაც რომ უკეთ გვეცოდინება საკუთარი თავი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთი წელი საკუთარი თავის გასაცნობადაც მოგვცა განგებამ და ძალიან ბევრმა ადამიანმა სხვათა შორის ბევრი რაღაც ახალი აღმოაჩინა საკუთარ თავში და აი ამ აღმოჩენების გაანალიზების, გამოყენების, სწავლის და განვითარების პერიოდი იქნება. მე ესე მჯერა. ხო და კიდევ რას ვისურვებდი, იცი, ახლა სანამ შენ გელოდებოდი კორონას დროს წავიკითხე ძალიან მაგარი წიგნი, მოკლედ ეს წიგნების ფესტივალი რო იყო, მაშინ გამოვიწერე და ამ კორონას დროს წავიკითხე, ну ცოტა შეიძლება უფრო ადრეც. ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი, აი ესე გამოიყურება და მე თუ შეხვდები სადმე ინტელექტი არის გამოცემა ეგეთი და მაგას აქვს. ერთადერთი წიგნი აქვს ამ ავტორს დაწერილი. ერთადერთი. ოღონდ აი როგორც ილია ჭავჭავაძეს ნაწერებზე ვამბობთ, რომ არაფერი არ შეცვლილაო და დღევანდელ საქართველოზე წერდაო და რაღაცა და რაღაცა. ამ ადამიანს ანუ სოფლიოს მასშტაბით აქვს ნაფიქრი. მარტო საქართველოზე კი არა. ну, რა თქმა უნდა, საქართველოც მოიაზრება ამაში, მაგრამ აი სოფლიოს დიქტატურებს რომ ვიცნობთ და ვიცით და გაგვიგია და წაგვიკითხავს და ასე შემდეგ გვიყურებია, ხო? აი და როდის აქვს დაწერილი, არ ვიცი, მაგრამ 1924 წელს დაიბადა და ადრე გარდაიცვალა ეს კაცი. და ერთადერთი წიგნი აქვს დაწერილი და აი მართლა იდეაში რაღაცებს რო დააკვირდე მთელ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, არაფერი არ იცვლება დღემდე ის იგივე რაღაცები ხდება რა და ძალიან მაგარი წიგნია, ძალიან შემიყვარდა და ძალიან მენანება, რომ აი ამ კაცს მეტი არაფერი არ აქვს დაწერილი, იმიტომ რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა საკმაოდ. ლევან ბოლქვაძე ესე ქვია. ქართველი იყო. ქართველი იყო, ხო, ქართველი და აი რაღაცა საოცარი რამე აქვს. ამას რო ვკითხულობდი სხვათა შორის
ამ წიგნს რა ვკითხულობდი, გამახსენდი შენ. ჰარი პოტერზე რომ მომწერე ხო გახსოვს? რაც მომწერე, გახსოვს? აი ესეთი რაღაცა დიდი ზღაპარიო, რომ სოფლიოშიო გახდაო ცნობილია. აი მაგპე ამ წიგნს რა ვკითხულობდი, მაშინ გამახსენდა ეგ შენი მოწერილი, იმიტომ რომ გენიალურესი რამეა. და გირჩევ რომ წაიკითხო მერე. დავი, ახლა რომ შეიძლებადეს ეს რაღაცა მოგცემდი ამას და ნახავდი. თან საინტერესოა, მე წიგნებს ხაზავ ხოლმე და აი ეგ არ ვიცი, კარგი ჩვევაა თუ ცუდი ჩვევაა. მე ეგრე ვაკეთებდი და მე აუდიტი და რეული დავუჭრე და იკუჩე. მე მიყვარს გახაზვა, იმიტომ რომ მე აი ეხლა სანამ შემგეულდებოდი რომ ვიდრე დამირეკავდი, გადავხედე იმ ჩემ გახაზულებს რა და რაღაცები თავიდან გადავაანალიზე, ასე ვთქვათ. ხო და აი ეს პროექტიც ძალიან კარგია. 5 წლის მერე რა შევხვდებით ეს ერთმანეთს, ანუ 5 წლის მერე რა თქმა უნდა ვიდეოში შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ რეალურად შევხვდებით ერთმანეთს, ოღონდ მანამდე. კი, მანამდე. და რა ვიცი, მე კიდე შეიძლება რაღაცების თქმა და ლაპარაკი. კი, ცოცხალ იმას მაინც თავს მოღამე აქ. კი. ხო, ცოტა მაინც პირადიც რო გეთქვა, მაინც შენი პირადი ხედვაც ეს ზოგადი საკუთრივო და რაღაცა ხო გასაგებია. მაინც შენიც საინტერესო იქნება, ისევ შენთვის გეუბნები რომ მე შენ თავს რო შეხვდები და მოიცვა. მე სად ვიქნები, ანუ ეგ გაინტერესებს ამ 5 წლის მერე, სიმართლე რომ გითხრა, არავინ არ იცის ეგ. ხო, არ იცის, აგიტოა საინტერესო რო არის. ხო. მაგრამ აი მიუხედავად იმისა, რომ არავინ ეგ არ იცის, ნებისმიერ გამოწვევას მივიღებ ცხოვრებისგან, რომელიც მელოდება. და ნებისმიერ გამოწვევის მიიღების დროს ვიქნები იქ, სადაც ვიქნები. და არ შემეშინდება არანაირი გამოწვევის, არც ვთქვათ პირად ცხოვრებაში და არც სამსახურის მხრივ და არც კარიერის მხრივ და ასე შემდეგ. უბრალოდ არასოდეს არ დავნებდები, ყოველთვის ვეცდები რაღაცა სიახლეების გაკეთებას და მოკლედ ეს ვიქნები ისევე შეუპოვარი, როგორც ახლა ვარ. მომდომებული, ისევე თავდადებული და ისეთი სიყვარულით გავაკეთებ ყველაფერს, რასაც ახლა ვაკეთებდი. შვენიერია, აი, კარგია. აი ესეთი მე მგონი კარგი დასასრულია. კი, კარგად დააგვირგვინე, გემრიელად, პროფესიონალად, ასე ვთქვათ და ვერ მოსასვენათაც კარგი იქნება შემთხვევით. ხო. აი, მადლობა, შეშედგა ეს საუბარი, მოხვედი ჩართვაზე და საინტერესო იყო შენთან საუბარი, გამიხარდა თანახვაც ამ სახით მაინც. როგორც იქნა და ვისაუბრეთ, შევხვდით და საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, ვფიქრობ, მე პირადად მოყოლილი ვარ, იმედია შენც. ხო და მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის. მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი მე უკვე იქ ვარ, ძალიან მაინტერესებს 5 წლის მერე რომ გავხსნით ამ ჩანაწერებს რა იქნება. სხვების ჩანაწერებიც ძალიან მაინტერესებს, უკვე მაინტერესებს. ერთი ის არის. ანუ ძალიან კარგი პროექტია, ასე ვთქვათ, ეს პროექტი, რაც შენ მოიფიქრე, ურთიერთობების შესანარჩუნებლად, გასახალისებლად, რაღაც ძალიან კაია, მომწონს. ხო, თან ესა ყველასთან რაღაც აი მოვისთანაც ხონდა ისედაც ურთიერთობა, თითქოს მე ყოველთვის ცელებით ხედავ, რომ უშუალო შეხვედრა არ გაქვს, თითქოს ხედავ ყველაფერი ჩანს რაღაც რა, მაგრამ
ყველასთან რაღაც ისეთი ისტორიები რაღაცები მოვისმენ, რაც არ ვიცოდი თვალს მიღმა არის რა, რაღაცები ხდება, ვერ ხედავ, არ იცი რა და ესეც ამხრივად საინტერესო იყო რა, მოვისმენე. თან უფრო გაიხსნენ, მე ისაუბრეს და ყველასთან რაღაცა ახალი გავიგე რა. Rogoni aro ხედავ ადამიანს იცი რა ხდება, არის რაღაცები რაც არ იცი და ეს უშუალოდ ერთ-ერთი საუბარში გაიხსენ უფრო მოხდეს და აღმოჩნდა ეს შეხვედრა იმაზე უფრო საინტერესო ვიდრე მეგონა რა და კაი გამოვიდა რა. თავიდან ახლა პროცესი რაღაც ახალს ვიწყებ, წარმოიდგინე არ გაიქნება როგორ იქნება რა და ეს ავდექი და უბრალოდ დავიწყე რა. და მე პროცესში გამოჩნდა რომ კარგია. კარგი ფენერო დავიწყე და კი, ეგ ყოველთვის ეგრე არის. ერთი ადამიანი ამიტომ რაღაცა ბოდიში რაღაცის გაკეთება რაც აგინდა არასდროს არ უნდა იფიქრო დიდხანს. ხო, არა. ეგრე უნდა გააკეთო რა ჩემი აზრით. ვფიქრე მე რაღაცა აზრები მოგივა ის როგორ იქნება ეს როგორ დაიწყე და გაიგე როგორ იქნება. თუ გაინტერესებდა უნდა დაიწყოს მანერ ვერ გაიგე. ეს დავამოღამე რა და გაიგე რა და ერთი ხო რას უნდა ერთი ადამიანი იყო ისეთი ვისაც რა ერთხელ წინასწარი ფიქრა იმან არ ვიცი. ბოლოს ვკითხე როგორ ეს 5 წელი ისე ჩამოარაკრაკა ეს რაღაც მეთქი ფურცელი უდევს ეხა და იქიდან კითხულობს თქო რაღაცა ისე რომ მეთქი დროზე გავიდეს ეს 5 წელი უნდა გადაგამოწმოთ ყველაფერი რა ისე იდეალურად ესე იქნება ესე უპირატში რაღაცა საქმიანობაში ესა და მეთქი შენ რამდენი გიფიქრია ამაზე რა და დანარჩენი ნუ ყველასთან თავისი მე დაფიქრდნენ რაღაცები კონდათ მოკრებული რაღაცები პროცესში გაახსენდათ უფრო და ესე იყო ინდივიდუალურად და ერთადერთი შემოდა ვინც აი სხაპაშხუპით ჩამოარაკრაკა რა ის მე საიდან ის ნაყოფი ხო არ ახარ მე თუ უკვე საიდან იციან დროის მანქანით იმოგზაურა ეთყობა სამზადებული იყო ის გოგო რა და სხაპაშხუპით ნაფიქრე ხონდა ეთყობა რა და მე არ შემიძლია საერთოდ ზოგადად რაღაცებზე ბევრს ვფიქრობ ხოლმე მაგრამ აი წინასწარ არ შემიძლია რა აი თუნდაც ეს ეხა და მე გეგმაშენთან ლაპარაკი არ შემეძლო ხო არა ნუ მეც როგორც გითხარი არაფერს არ ვიყო ტრადიციულად ყველა საკუთრებად თავიდან სოციალში როგორ იყო სამერბოლოს აირად თონთარებდა ნუ ეს რა მოგენატრება ხო ესეც საინტერესოა აი სამ რაღაცას ყველა შეგეთხები და დანარჩენ უკვე საუბრიდან გამომდინარე საუბარი გაჩვენებს რა და როგორ და კი უფრო თავისუფლად ადამიანი თავს და თუ ხსნება და ყოლპარა რაღაც რა ხო ძალიან საინტერესოა კაი მოკლედ დავასრულოთ დღეისათვის კარგი იყო ძალიან დიდი მადლობა ასევე მადლობა მოხვედი და ნახოთ მე შევხვდეთ ჩვენ ძველ თავს აუცილებლად კარგად მაგრამ წარმატებები კარგად აბა დროებით ბედნიერად და მიხარია კიდევ ერთხელ ასევე